აღმოჩენა ძველი თბილისის ტერიტორიაზე, რომელმაც შესაძლოა დედაქალაქის ისტორია შეცვალოს. პურის მოედანზე მშენებლებმა ნანგრევებს მიაკვლეს, რომელიც სავარაუდოდ მე-3-4 საუკუნით თარიღდება. სპეციალისტების შეფასებით, ლოდების შესაძლოა უძველესი ტაძრის ან სამეფო სასახლის ნაშთები იყოს. ქვები დამუშავებულია ამ მხრიდან. ყველა ქვა ვერტიკალურად ემთხვევა ერთმანეთს, ანუ გასწორებულია ხაზში, რაც გვაძლევს საფუძველს, რომ ვივარაუდოთ ეს კედლის ეს ნაწილი იყო საფასადო ნაწილი. ქვის თლილი ლოდებით ნაგები ძეგლის ფრაგმენტები სახლის საძირკველის მშენებლობის დროს გამოჩნდა. წინასწარი ინფორმაციით ნაგებობა მე-3-4 საუკუნეს ეკუთვნის. სავარაუდო თარიღის დადგენა მკვლევარებმა აღმოჩენილი კრამიტებით შეძლეს. როგორც შეესაბამება ამ პერიოდს გადახურული იყო კრამიტებით. დააკუზები საკმაოდ ესეთი სერიოზული წონა აქვს ამ კრამიტებში. წარმოიდგინეთ, რამდენიმე 1000 კრამიტი რა წონის იქნებოდა. სავარაუდოდ ეს უმაღლესი დონის, უმაღლესი რანგის პირთაცვის გათვალისწინებული. ან სამეფო რეზიდენცია უნდა იყოს, ან და რაღაც სატაძრო კომპლექსი. ლოდები სავარაუდოდ სასახლის ან ტაძრის ნაშთებია. არქეოლოგებმა ეს დასკვნა მათი ზომებიდან გამომდინარე გამოიტანეს. რასაც ვხედავთ, ეს მართლაც ახალი სიტყვა უნდა იყოს. ახალი სიტყვა უნდა იყოს ჩვენი დედაქალაქის ისტორიისათვის. ან ისეთი რანგის ნაგებობის ნაშთები დაფიქსირდა, რომ ეს გავარაუდებინებს საკმაოდ სერიოზულ მნიშვნელოვან შენობასთან გვაქვს საქმე. სამუშაოებს არქეოლოგები 2 კვირაში დაასრულებენ. სწორედ ამ დროში იქნება შესაძლებელი უძველესი შენობის სრულად ხილვა. ქვის ზომები, დიდი კვადრები არის და ეს გვაძლევს ვარაუდს იმისა, რომ ეს იყო ადრეული. მაგას ალბათ პერიოდ დავადგენთ გათხრების შემდეგ. თვითონ წყობა, რასაც ვხედავთ, ჩვენ არის კირხსნარზე, ეს დიდი ქვები. უშუალოდ ეს ნაწილი, რომელიც ახლა გაწმენდილია, ჩვენი ვარაუდით არის საფასადო ნაწილი. პურის მოედანზე თუმანიანის 3 ნომერში სამუშაოებს თბილისის კეთილმოწყობის სამსახური აწარმოებდა. მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის დაწყებული მშენებლობის დასრულება რამდენიმე თვით დაგვიანდება. არქეოლოგები და ექსპერტები გათხრებს დღეიდან დაიწყებენ, თუ ნაშთები ისტორიული მნიშვნელობის აღმოჩნდა, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას კონსერვაცია გაუკეთდება. დაზარალებულებისთვის მშენებლობა იმავე უბანში სხვა ადგილზე დაიწყება. არქეოლოგიური ნაშთები, სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდება, იმის მიხედვით უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას. პირველი დასკვნით საკმაოდ მნიშვნელოვანი ობიექტი აღმოჩნდა. იმ შემთხვევაში თუ აღმოჩენის ისტორიული მნიშვნელობა დასაბუთდება, ის სავარაუდოდ დაკონსერვდება და ღია მუზეუმის სახე მიეცემა.